მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს ტრადიციულად მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე თუ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და დავარიგებახლავე თქვენთვის ვარიანტებს. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა ქვებსაც დავამატებ, ეს გახლავთ პირველი ვარიანტი, ხოლო ეს მეორე. აირჩიეთ. შეგახსენებთ მეგობრებო ასევე რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. ეს არის თქვენი ერთგვარი მადლიერება ჩემი გაცემული ენერგიისთვის, რომელსაც ნამდვილად გულწრფელად და სიყვარულით გავცემ ყოველთვის თქვენთვის. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში? ამოვიდა არკანი ზომიერება, ეს გახლავთ უფროსი არკანი მეგობრებო და პირველ რიგში ეს არკანი არის კავშირში გარკვეულ ლოდინთან, მოლოდინებთან, ცოტა არ იყოს და გაწელილ პროცესებთან, მაგრამ თითქოს უფრო პოზიტიური თვალსაზრისით ხედავ ამ არკანს. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ, დავაზუსტოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. ნახოთ აბა. მეგობრებო, ძალიან მაგიური არკანები ამოვიდა, თანაც თითქმის სულ უფროსი არკანები ყავს აქ და შეხედეთ როგორ პროცესებს ვხედავ. პირველ რიგში ნამდვილად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მეცაც ვიტყვი საბედისწერო პროცესები შემოდის თქვენს რეალობაში. შეხედეთ უბრალოდ რამდენი უფროსი არკანი არის, მარტო ორი უმცროსი არკანი ამოვიდა აქ და ნახეთ რაღაც ისეთ სფეროში, რაშიც მუდმივ ლოდინის რეჟიმში იყავით, რაშიც ელოდებოდით კონკრეტულ შედეგებს, ან ზოგადად რაიმე სახის შედეგებს, აი რაღაც ისეთი, რაც მუდმივად მოლოდინების რეჟიმში იყო თქვენს რეალობაში, რაღაც ისეთში მიიღებთ შედეგს. ანუ რაღაც ლოდინის რეჟიმი თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება, ან დაიწყებს დასრულებას. ბევრისთვის აქ რეზონირდება როგორც კონკრეტული ეტაპიდან გამოსვლა, მაგალითად რაღაც გაურკვეველი საკითხი იყო და ნელ-ნელა ამ საკითხის მოგვარება მოდის, იმიტომ რომ ამდენი უფროსი არკანი რომ ამოვიდა, უფრო ცოტა არ იყოს და გაწილილ სიტუაციაზე მეტყველებს, თანაც პირველი არკანი სიგნიფიკატორად არკანი ზომიერება არის. და ნახეთ, ორი ძალიან მაგიური არკანი ამოვიდა, არკანი მაგი და არკანი ქურმი ქალი. პირველ რიგში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. მინდა გითხრათ რომ ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ნამდვილად ძალიან მაგიური, ძალიან ჯადოსნური და მნიშვნელოვანი იქნება აქ თქვენი სიტყვის ზალა, თქვენი ქმედებების ზალა. იცით, ძალიან მიყვარს ეს ფრაზა, რომელსაც ახლა გეტყვით. აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს ირგვლივ არის მაგია. დიახ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩვენს ირგვლივ მაგია. ყოველი ჩვენი ქმედება, ყოველი ჩვენი თქვენ წარმოიდგინეთ და სიტყვაც აბსოლუტურად ყველაფერში დევს მაგია და შელოცვები. გაუაზრებლად თუ გააზრებლად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვმანიფესტირებთ, ვიზიდავთ ჩვენით. და ნახეთ მეგობრებო, ცხადია ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ისტერიულად უნდა აკონტროლოთ თქვენი გონება და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო აზრებს ასე თუ ისე კონტროლი სჭირდება ნამდვილად, უბრალოდ ეს არ უნდა გააკეთოთ ისტერიულად, როდესაც რაღაც ნეგატიური ფიქრები მოგდით თავში, ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი რაღაც, რომ აი ხმამაღლა წარმოთქვათ, რომ აი შორს ჩემგანო, ან
არ ახსრულდეს ან რაღაც მსგავსი, ანუ არ ყოფილია, ანუ არ სვამობ ან რაღაც მსგავსი, თქვენი სიტყვებითაც შეგიძლიათ თქვათ რა თქმა უნდა, ამიტომაც ცხადია ისტერიკაზე არ მაქვს აქ საუბარი, ანუ ისტერიულად არ არის საჭირო, რომ ვსდიოთ ყოველ თქვენს ფიქრს და ყოველ თქვენს აზრს, ხო? უხეშად რომ ითქვას. მაგრამ ამავდროულად მეტად გააკონტროლეთ და ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში გირჩევდით მეტად დაუკვირდეთ თქვენს სიტყვებს, განსაკუთრებით თქვენს სიტყვის ძალას, თუ რაღაცას გააკეთებთ და მით უმეტეს თუ რაიმე სახის პირობას დადებთ, არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავის მიმართ, სამყაროს მიმართ თუ ადამიანების მიმართ, აუცილებლად შეასრულეთ, იმიტომ რომ სიტყვის ძალა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვან დიდ როლს ითამაშებს თქვენს მომავალში და გარდა ამისა, აქ მე გეტყოდით იმას, რომ მეგობრებო, სიტყვებს დააკვირდით და მეტი სიმკაცრე გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ, იცით რა გქხით. განაეჩხუბეთ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, არა. საკუთარ თავთან ჩხუბი არასდროს არ არის კარგი იდეა ნამდვილად. უბრალოდ როგორ ვთქვა, ახლა ვფიქრობ, სიტყვებს ვარჩევ თქვენთვის. უბრალოდ ყოველთვის არა ნამდვილად, მაგრამ ხანდახან არის საჭირო ის, რომ გადავაბიჯოთ ჩვენს რაღაც შიშებს, ჩვენს შფოთვებს, ჩვენს კომპლექსებს და მათ და მიუხედავად მაინც ვიმოქმედოთ და გამოვხატოთ საკუთარი თავი ამ სამყაროში. ასევე ზოგ თქვენგანთან აქ იქნება რაღაც ახალი გზა, უმცირესობასთან, ანუ ძალიან პატარა ნაწილთან რეზონირდება როგორც რაღაც დაწინაურება ან ბინის ადგილმდებარეობის შეცვლა, ამ კუთხით მაგალითად ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა, ან ერთი სახლიდან ან ერთი ქალაქიდან. ბევრისთვის კი რეზონირდება როგორც პატარა ასეთი მოგზაურობა, რომელიც მეტად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სამყაროსთან უფრო ძლიერი კავშირი იქონიოთ. და მოგეცემათ ნამდვილად ამ ერთი კვირის განმავლობაში იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ. ეს ერთი კვირა თქვენთვის პირველი ვარიანტი არის სრული ტრანსფორმაციების და საბედისწერო ცვლილებების კვირა, რომელიც უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ იწყება. ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძლავრი ცვლილებები შეიძლება არ იყოს, მაგრამ ცვლილებების წრე შეშვებული იქნება, ცვლილებების მოვლენა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან ჯადოსნური ვარიანტი იყო ნამდვილად, სიტყვიერად აღუწერელი და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება? კვერთხების ორიანი. რა ხდება მეგობრებო, რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე შეიძლებათ გახართ, როგორც ხედავ, ვიღაცისთვის ეს არის არჩევანი კარიერასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შორის, ვიღაცისთვის ორ კარიერას შორის, ვიღაცისთვის კი ეს არის ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ სად წაიყვანოთ თქვენი ცნობიერი, სად წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება, ასე ვთქვათ. და ნახეთ, აქ მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად ბევრს ფიქრობენ, რომლებიც ზედმეტად უღრმავდებიან რაღაც ისეთ ფიქრებს, რაღაც ისეთ ენერგიებს, რომლებსაც სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩაუღრმავდნენ. ანუ ეგრეთ წოდებულ შფოთვას, ეგრეთ წოდებულ გადაჭარბებულ ფიქრებს, ანუ overthinking-ს ვხედავ აქ ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ შეხედეთ უბრალოდ რამდენად მსგავსი ენერგიები ამოვიდა აქაც. მაგრამ მეორე ვარიანტი, თქვენს შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ თქვენს აზრებს, რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა ჩათრგუნოთ არც საკუთარი აზრები, არც საკუთარი ემოციები, რომ ისინი უარყოფითი იყოს, ხო? და რაც შეეხება შფოთვებს და ეგრეთ წოდებულ overthinking-ს, ხო, მით უმეტეს არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება ჩაკლა, პირიქით მათ სჭირდებათ ჩაღრმავება და ჩაღრმავება არა იმ კუთხით, რომ აი აყვეთ რაღაც კონკრეტულ შფოთვას და აზრებს და ვაიდა რამე შველება და ასე შემდეგ, არამედ შეისწავლოთ საიდან მოდიან ისინი, საიდან მოდის რაღაც კონკრეტული ნეგატიური აზრები, ფიქრები, ნეგატიური პროგრამები, იმიტომ რომ აქ ვხედავ ძალიან ბევრ ნეგატიურ თვით პროგრამებს, თვით ბეჭედებს, სადაც ადამიანებმა გაუაზრებლად დაიდეს თვალი, გაუაზრებლად გაიუარესეს
ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ნახეთ პირველ რიგში უნდა გაიაზროთ ის რომ მესმის არც სასიამოვნოდ შეიძლება ჟღერდეს მაგრამ სამყარო თქვენს ირგვლივ არ ბრუნავს და ვგულისხმობ იმას რომ ყველა თქვენზე არ ფიქრობს დამიჯერეთ ყველა არ ფიქრობს იმას რომ თქვენ ცუდი ხართ ან ცუდად გაცვიათ ან ის არის თქვენში ცუდი ან ის ნაკლი გაქვთ ან არ ვიცი ცხვირი ან ტუჩი ან ცალი წარბი გაქვთ სხვანაირი ფორმის არა მეგობრებო კი არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც ამაზე ფიქრობენ და იქექებიან სხვის გარეგნობაში სხვის ცხოვრების დეტალებში მაგრამ დამიჯერეთ ეს ადამიანები არასდროს არ არიან ბედნიერები და დარწმუნებულები იყავით რომ ესეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებენ ვერასდროს უბრალოდ ამიტომაც მათი აზრის გამო საკუთარი თავის და საკუთარი პოტენციალის ჩადრქუნვა ნამდვილად არ ღირს მეორე ვარიანტი და ნახეთ ხშირად ადამიანებს გონიათ რომ ეგო არის მხოლოდ იმ კუთხით რომ ადამიანი ფიქრობს რომ აი ასეთი მაგარი ვარ, კარგი ვარ და გადასარევი ვარ მაგრამ რეალურად ეგოცენტრიზმი ხშირად ნეგატიური თვალსაზრისითაც ვლინდება როდესაც ჩვენ ქვეცნობიერულ დონეზე გგონია რომ ყველა ჩვენ გვიყურებს, ყველა ათვალიერებს ჩვენს რაღაც ნაკლებს, ჩვენს შეცდომებს მაგრამ ეს ასე არ არის დამიჯერეთ ეს ასე არ არის და გარდა ამისა ეს ადამიანები ერთხელ ორჯერ კარგი ჯანდაბას სამჯერ გააკრიტიკებენ თქვენს რაღაც ან გარეგნობას ან ქმედებას მაგრამ დაავიწყდებათ და დამიჯერეთ რეალურად არც ერთ ადამიანს არ აქვს თქვენს რეალობაზე იმხელა ზეგავლენა როგორც თქვენ თავად და ახლა დავუსვით საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა მიღირს ამ ადამიანებზე ფიქრი მიღირს ამ ადამიანების აზრებზე დარდი წუხილი რატომ უნდა ვიდარდო რატომ უნდა დავიმწუხრო თავი არ დაგიმალავთ პირდაპირ ვიქნები და მეც არც ისე შორეულ წარსულში დავაბრკოლე ზუსტად მსგავსი მომენტი საკუთარ თავში როდესაც ზოგადად არა მაგრამ რაღაც მომენტებში მაგალითად როდესაც ვიდეოს ან ფოტოს ვდევდი ფიქრობდი რომ აი არი ფიქრობენ რომ აი არ ვიცი ტუში მაქვს ცოტა ცუდი ფორმის ან თვალი ან ის ან არი ფიქრობენ რომ რაღაც ცუდი ვიგულისხმე მეგობრებო ყველა ყოველთვის სხვადასხვანაირად ღებულობს ინფორმაციას და არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას თუ ვინ რას იფიქრებს მნიშვნელოვანი არის თქვენ თავად იყოთ საკუთარ თავთან გულწრფელი და თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მეორე ვარიანტი სამყარო ამას ძალიან ნათლად დაგანახებთ. გარდა ამისა თქვენს რეალობაში იღვიძებს ის პროცესები რომლებიც ნელ-ნელა დაგეხმარებათ იმაში რომ გამოხვიდეთ კონკრეტული შფოთვისა თუ დეპრესიული ენერგიებიდან რომლებშიც ახლა ხართ შესაძლოა უკვე გამოდიოდეთ ნელ-ნელა უკვე გრძნობდეთ ამ პროცესებს მაგრამ მეგობრებო გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ინდივიდუალური პიროვნება, ინდივიდუალური შეხედულებებით, სამყაროს აღქმით და გამოცდილებით და სხვა ადამიანებიც ზუსტად ასეთები არიან. ჩვენ ყველანი ერთნაირად განსხვავებულები და ერთნაირები ვართ, რამდენად აბსურდულად და პარადოქსულადაც კი არ უნდა ჟღერდეს. გარდა ამისა გირჩევდით იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ენდოთ ინტუიციას და პროგნოზს რაც შეეხება, დავამატებდი იმას, რომ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, გამოდიხართ რაღაც ნეგატიური მდგომარეობიდან და ნეგატიური ენერგიებიდან, კიდევ მოდით ვნახოთ არკანები, რამე თუ იქნება. კი ბატონო, გამოდიხართ, ასევე აქ ჩანს რაღაც ოჯახური ენერგიები, ოჯახური სიმყუდროვე, შესაძლოა კონკრეტული ოჯახის წევრი, ან თავად ოჯახი ხელს გიშლიდეთ და უпростоრად ხელს უწყობდეს თქვენს დეპრესიულ მდგომარეობას, ამიტომაც ამ კუთხითაც მაქსიმალურად სიღრმისეული ანალიზი გააკეთეთ, თუმცა ეს ინფორმაცია ყველას ნამდვილად არ ეხება, უფრო ერთეულებს ეხება. უმეტესობასთან კი რეზონირდება როგორც რაღაც ნეგატიური მდგომარეობიდან გამოსვლა მეორე ვარიანტი და საკმაოდ ნაყოფიერი ჰარმონიული პერიოდისთვის საწყისი ენერგია, საწყისი ეპიზოდი თქვენს რეალობაში და ნახეთ
ფინანსურ მატერიალური კეთილდღეობა მოდის თქვენკენ. თქვენკენ მოდის რაღაც კონკრეტული ბარაკა. მაგალითად, შესაძლოა ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ თქვენ რაღაც თქვენი ბიზნესი გაქვთ ან კლიენტებზე მუშაობთ, ბევრი კლიენტი ყავდეთ ან რაღაც კონტრაქტის საშუალება მოგეცეთ, ხო? თუ თქვენ გაქვთ ბჭყალებში ჩვეულებრივი სამსახური, ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლოა ხელფასი ჰქონდეს ვიღაცას, ხო? რატომაც არა. მაგრამ თუ ასეთ საკითხებს არ ვეხებით, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ თქვენი ფინანსური ენერგია ნელ-ნელა ამ ერთი კვირის განმავლობაში დაიწყებს ნამდვილად ზრდას და გარდა ამისა, თქვენთვის მნიშვნელოვანი რჩევა აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი რაღაცით. რაღაც მატერიალურით, რაღაც პატარა გემრიელობით ან რაღაც ნივთით. უმჯობესია თუ ეს იქნება რაიმე სახის ან სანკაული ან რაღაც დეკორაცია. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებული ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.